ისლამ მახაჩევის მწვრთნელი ხავიერ მენდესი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეორე მსუბუქწონოსანი UFC-ს როსტერში ჯერ არ ირიცხება. მისი თქმით, მახაჩევის შემდეგ საუკეთესო უსმან ნურმაგომედოვია, რომელიც ამჟამად PFL-ში ირიცხება. ჩემთვის უსმან ნურმაგომედოვი არის მსოფლიოში მეორე საუკეთესო მსუბუქი წონასანი მებრძოლი. ის ჯერ კიდევ PFL-შია და ამ ეტაპზე UFC-ში მის გადასვლაზე საუბარი არ არის. PFL-ი ძალიან კარგად ექცევა მას, თუმცა როცა კონტრაქტი დაუსრულდება, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ რას შესთავაზებს და რას აირჩევს თავად მებრძოლი. სადაც ის მოისურვებს, იქ წავა. ჯერჯერობით მას PFL-ის წინაშე აქვს ვალდებულებები და როგორც ვხედავთ, იქაც კარგად უვლიან. თქვა მენდესმა ტიმ ველშთან ინტერვიუში. 27 წლის დაუმარცხებელმა უსმანმა იანვარში წარმატებით დაიცვა ბელატორის ჩემპიონის ქამარი, როცა 5 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა ირლანდიელი პოლ ჰიუზი, რომელმაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ამასობაში რა ხდება? ისლამმა ახალხაზ დატოვა მსუბუქი წონა, გახადა ტიტული ვაკანტური და ახალ მომავალში შეეცდება ქვესაშუალო წონის ტიტული მოიპოვოს. კონორ მაკგრეგორი დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლად, ვინც 2 წონით კატეგორიაში შეძლო 2 ტიტულის მოპოვება. ეს ყველაფერი მან 28 წლის ასაკში მოახერხა. ილია თოფურიას აქვს შანსი გაიმეოროს ეს რეკორდი. ის 28 წლისაა და 22 წელსშივე ექნება შანსი მოიპოვოს ქამარი მსუბუქ წონაში და გაუთანაბრდეს კონორ მაკგრეგორს. ჯამში UFC-ში იყო სულ 8 მებრძოლი, რომელიც 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ასეთი ჭორები დადის, რომ დიდი ალბათობით ჯონ ჯონსი და ტომას პინალი UFC-ს 322-ზე იბრძოლებენ, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. შონ სტრიკლენდი ჩიმაევის და დუპლესის ბრძოლაზე ამბობს. დრიკუსი აუცილებლად გაიმარჯვებს. სტრიკლენდს ნავარჯიშები აქვს ჩიმაევთან და დუპლესისთან ერთად. სტრიკლენდი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ აფრიკელი იქნება პირველი მებრძოლი, ვინც ხამზად ჩიმაევს დაამარცხებს. მე ჩიმაევთან ვარჯიშობდი, ვიცი როგორია მისი ჭიდაობის სტილი. თუ დრიკუსი შეძლეს მისი თეიქდაუნების შეჩერებას და გაკონტროლებას, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია. განაცხადა სტრიკლენდმა ინტერვიუში. შეგახსენეთ, რომ ეს ბრძოლა, რომელშიც დუპლესი ჩიმაევის წინააღმდეგ დაიცავს ქამარს, 16 აგვისტოს ჩიკაგოში UFC 319-ზე გაიმართება. ჩეილ სონენი მახაჩევზე. ისლამ მახაჩევმა განზრახ დატოვა ტიტული, რათა ილია თოფურიასთან არ ებრძოლა. არაფერს ცუც კი არ ვამბობ, ისლამი მომწონს, უბრალოდ ფაქტია. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ილიასთან ბრძოლისთვის თავი აერიდებინა. ბოლოს ტიტულის დათმო და დივიზიონის დატოვა. ეს იყო ყველაზე პირდაპირ გზა, რომ ეს ორთა ბრძოლა აეცილებინა თავიდან. სხვა ახსნა არ არსებობს. თქვა სონენმა თავის პოდკასტში. შეგახსენებთ, რომ ვაკანტური მსუბუქი წონის ტიტულისთვის 28 ივნისს ლას-ვეგასში UFC 317-ზე ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იბრძოლებენ. რაც შეეხება ჯეკ დელა მადალენას და ისლამ მახაჩევის ბრძოლას, სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიმართება ოქტომბერში, აბუ-დაბიში. შეგახსენებ. დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი. ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე მერაბ დვალიშვილის ჭრილობა. მერაბმა ინსტაგრამზე გამოუქვეყნა სპარინგის ფოტოები, სადაც მის სახეზე ჭრილობა ჩანს. ეს ხდება UFC 316-ის წინ, სულ რამდენიმე კვირით ადრე. თუ გახსოვთ, ადრე დანა ვაითის რეაქცია მერაბ დვალიშვილის ჭრილობაზე. მას ძალიან არ მოეწონა, როდესაც მერაბმა მისი ჭრილობა სოციალურ ქსელში დადო. ისტორია მეორდება. ჩემპიონს რაც სურს, იმასაც დაპოსტავს. ფასბულა მიმართავს თოფურიას. თოფურია, გინდა ეს ქამარი? დენა, გამოგზავნე კონტრაქტი. მე დავაბრუნებ ამ ქამარს დაგესტანში. შონ სტრიკლენდმა ბელალ მუჰამედი გამოიწვია. შენ ახლა შანსი გაქვს, კლოუნო. ეს ყველაფერი შეგიძლია პალესტინისთვის გააკეთო. მისი აზრით, ორივე მებრძოლმა დათმო ბრძოლა და ეს იდეალური დროა, რათა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სტრიკლენდი ამბობს, რომ სიამოვნებით დათანხმდება ამ ბრძოლას, როცა ბელალს ტუჩი მოუშუშდება. სტრიკლენდი რა კაცია ჩემი. პედი პიმბლეტი მიიჩნევს, რომ ჯონ ჯონს ტიტული უნდა ჩამოართვან. პედის აზრით უსამართლოა, როცა ისლამს აიძულებენ ტიტული დატოვოს, ჯონს კიდე ძალიან დიდი ხანი არ უჩხუბია. ისლამმა 4-ჯერ დაიცვა ქამარი. ჯონსმაც იგივე წესებით უნდა იბრძოლოს. უნდა მიგეცეთ შანსი ისლამისთვის გამხდარიყო ორმაგი ჩემპიონი. არმან ცარუკიანი მზადაა იბრძოლოს ჯასტინ გეიჯისთან. არმან ცარუკიანის თქმით, თუ კი ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას შორის ბრძოლამდე ვინმე დაშავდება, მას ან გეიჯის შეუძლიათ ისინი ჩაანაცვლონ. რადგან ორივე მზად არიან სატიტულო ბრძოლისთვის. ჰოლოვეი და პორია BMF ქამრისთვის იბრძოლებენ. გეიჯი თავისუფალია. თუ ვინმე მთავარ ბრძოლაში დაზიანდება, ჩვენ მზად ვართ. თქვა ცარუკიანმა. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო.